მეგობრებო, მოგესალმებით. მადლიერებით მინდა დავიწყოთ ჩემი დღევანდელი საჯარო გაშლა, იმიტომ რომ უზომოდ მადლიერი ვარ თითოეული გამომწერის. ჩვენ 23,000 ვართ. ეს ძალიან მაგარი ციფრებია, ასეთი ახალგაზრდა არხისთვის. და ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ჩემი საჯარო გაშლები, ჩემი შემოქმედება, ჩემი პრაქტიკა ტაროს ნაწილში ძალიან გეხმარებათ. ტაროლოგია ეს არის და ტაროს კითხვა ეს არის ჩემი მაგიური გზის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ჩემთვის ახლობელი პროცესი. უკვე ბევრი წელია, ამას მე თქვენთვის ვაკეთებ და ყოველ ჯერზე ვწმუნდები, რომ ეს არის ამოუწურავი ინსტრუმენტი. უსასრულოდ ამოუწურავი ინსტრუმენტი და ყოველ ჯერზე ის სულ სხვადასხვანაირად იხსნება ჩემს წინაშე. მადლიერება მინდა ამ ინსტრუმენტს უთხრა, გამოვხატო და თქვენთვისაც რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა, რომ ამდენი ვართ უკვე და ასევე ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ კომენტარები ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე თითოეული თქვენგანის უკავშირი, ხო? პასუხი. ლაიქით, დისლაიქით ეს ყველაფერი ძალიან ეხმარება ჩემს არხს იმაში, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი შემოვიერთოთ აი ამ ყუდრო და დაცულ და თქვენთვის საყვარელ გარემოში. დღევანდელი საჯარო გაშლა კი ასეთია. რა ბლოკავს ჩემს წინსვლას? ახლა მე მინდა რომ ჩაიფიქროთ ნებისმიერი საკითხი, სადაც ფიქრობთ, რომ თქვენი წინსვლა, თქვენი პოტენციალი იბლოკება, ნებისმიერი სფერო, არ აქვს მნიშვნელობა თქვენ რომელ სფეროს ჩაიფიქრებთ, ნებისმიერი სფერო არის აქ თქვენთვის აქტუალური და პასუხი აუცილებლად იქნება მიღებული. რა არის ვნახოთ, რაც ბლოკავს თქვენს წარმატებას და პოტენციალს? ჩაიფიქროთ კონკრეტული სფერო, რაც ახლა თქვენ ყველაზე მეტად გაწუხებთ. მე კი ვიწყებ. ვარიანტი პირველი. რა ბლოკავს თქვენს წარმატებას? ვარიანტი მეორე. რა ბლოკავს თქვენს წარმატებას? მოდით ესე გავაკეთოთ და ვარიანტი მესამე. რა ბლოკავს თქვენს წარმატებას? მე მგონი ვერ ვეტევით კადრში 2 და 3. აი ახლა უფრო ვეტევით. მოვატრიალოთ. აი ასე ჯობია ფოკუსი. ძალიან კარგი. მას შესაძამე პირველი ვარიანტი გვექნება ამეთვისტო. ჩანს იმედია კარგად. მეორე ვარიანტი გვექნება ვარდისფერი კვარცის გული და მესამე ვარიანტი გვექნება ესეთი დახვრეტილი ქვა. ტრიპოპობებს კიდევ ერთხელ უკაცრავად. ძალიან კარგი. აი ესეთი სამი ვარიანტი, ახლა თქვენ კარგად დააკვირდით სამივე ვარიანტს. კარგად დაინახეთ სამივე ვარიანტი და რომელი ვარიანტიც ახლა ყველაზე მეტად მიგიზიდავთ, რომელი მინერალიც ახლა ყველაზე მეტად მიგიზიდავთ, ესე იგი ზუსტად იქ არის თქვენთვის საჭირო და მნიშვნელოვანი პასუხები. მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით. რა ბლოკავს თქვენს წარმატებას? ახლა. მატერიალიზაცია გიჭირთ. იმის რაც აქ ჩაიფიქრეთ. ნახეთ, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც შესაძლებელია დიდხანს ვერ კონცენტრირდება ამ კონკრეტულ ერთ საკითხზე. შესაძლოა აქ ასევე გაკლდეთ დისციპლინა, იმიტომ რომ мотиваცია კარგად ვიცით რომ უცებ ჩნდება და როგორც ჩნდება ისევე მალე ქრება.
ასევე ის თუ რა გაბრკოლებთ თქვენი კონკრეტული სფეროში წარმატების რა არის ეს ბლოკი, ხომ? ეს არის არასტაბილურობა და მოდი ასე ვთქვათ, მეტი მიწიერი ენერგიები, მეტი დამიწებას, რასაც ვეძახით, ხომ? მეტი სტაბილურობა და სისტემურობა სჭირდება ამ სურვილს და უბრალოდ აი ამ წარმატებას რომ მოვიდეს მიხვდით ხომ მეტად ჩაღრმავება სჭირდება იმიტომ რომ აქ მაჩვენებს რომ დღეს შეიძლება ეს თქვენთვის აქტიური და აქტუალური თემა იყოს მეორე წუთას განწყობამ რაღაცნაირად შეგიშალოთ ხელი და აღარ გქონდეთ ამის სურვილი და განწყობა და აღარ დაიჯეროთ ამ წარმატების მიხვდით ხომ თქვენი ამბავი არის მჯერა არ მჯერას ამბავი ამიტომ აქ უფრო მეტად მიწაზე ორი ფეხით მყარად დგომა არის საჭირო რა ბლოკავს თქვენს წარმატებას პირველი ვარიანტი არკანი ვარსკვლავი ორიანების ხმლები. ნახეთ გზა გაქვთ ის არკანი ვარსკვლავი როგორც ბლოკი. წარმოიდგინეთ, აქ კიდევ რა მომენტი არის, იცით? ძალიან დაფრინავთ ვარსკვლავებში. კონკრეტულ სურვილთან დაკავშირებით და კონკრეტულ პოტენციალთან დაკავშირებით თუ რა გბლოკავთ და ამ შემთხვევაში ეს არის ადამიანი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მე იცით ახლა როგორ დაგინახეთ ადამიანი რომელიც მხოლოდ ოცნებობს, მხოლოდ ვარსკვლავებში დაფრინავს, ღრუბლებში დაცურავს. აქ შეიძლება იყვნენ ესეთი ადამიანები, რომლებიც ხშირად უფრო მედიტაცია, იოგა, მანიფესტაცია, ხვდებით ხომ, როდესაც ცოტა ზღვარი იშლება რეალურსა და ეს ყოველთვის ამნიშნულოვანია, რომ ბალანსი შეინარჩუნოთ. მიხვდით ხომ? და მერე უკვე როდესაც აი კომფორტულად ხართ ხომ რაღაც თქვენს ოცნებებში, თქვენს წარმოდგენებში, მაგრამ როგორც კი რეალურად, როგორც სიტყვიან, ჩამოდიხართ მიწაზე, მერე ეს უკვე რაღაცნაირი მტკინვეული დანარცხება ხდება თქვენთვის. ამიტომ აი ეს მომენტი გაითვალისწინეთ, კიდე რა ბლოკავს თქვენს პოტენციალს. რა ბლოკავს თქვენს პოტენციალს. ხო, არ მოგწონთ მიწაზე ყოფნა, იმიტომ რომ აქ უკვე მოდიან ადამიანები, რომლებიც აუფასურებენ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან, რომლებიც ენერგიას გართმევენ, რომთანაც შესაძლოა კონფლიქტში შედიხართ, არ მოგწონთ, ხვდებით ხო? მე აქ დავინახე ადამიანი, რომელიც ცოტა არ იყოს რეალობას გაურბის. პირველი ვარიანტი. აქ გაქვთ რაღაცა ესეთი დამოკიდებულება, გაქვთ შექმნილი ცოტა ილუზორული სამყარო, სადაც ყველაფერი კარგად არის, სადაც ვარსკვლავები ღერიან, ჩიტუნები ფრინავენ, ხვდებით ხომ, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება მატერიალიზაცია, რაც არ არის და ვერ არის, იმიტომ რომ თქვენ შესაძლებელი გქონდეთ წარმოდგენა და დამოკიდებული ესეთი, რომ მატერიაში კაი ტიპები არ არიან. მატერიაში ხელს მიშლიან, მხოლოდ, მაგრამ აქ ნაკლებად შეიძლება ჩანდეს აი დისციპლინა და სისტემურად გადადგმული ნაბიჯები. აი ეს არის შემოძვირფასო პირველი ვარიანტო, იფიქრეთ ამაზე, რაც გითხარით, არ შეიქმნათ ილუზორული ესეთი კომფორტი, რომელიც საბოლოო ჯამში დაგაჯერებთ იმას, რომ თქვენ მეტი არ გჭირდებათ, მიხვდით ხომ? იმიტომ რომ ერთი ტილო შემოიხვიეთ და მედიტირებთ და სულიერ პრაქტიკებში ხართ და всё, მეტი აღარ გინდათ. ხვდებით ხო, ახლა დაახლოებით ასე გეუბნებით. დაგემშვიდობებით. მეორე ვარიანტი. ვარდისფერი კვარცის გული, თქვენ რა გიშლით ხელს, თქვენი ბლოკი რა არის თქვენი წარმატებისკენ. არკანი ზომიერება, იცით რა, ვერ ვიტყვი რომ ეს ახლა ბლოკია, იმიტომ რომ შესაძლებელია წარსულში საკმაოდ ცუდი გამოცდილება გქონდათ და ახლა ძლივ-ძლივ ამოისუნთქეთ და რაღაცნაირად ცდილობთ რომ წონასწორობა შეინარჩუნოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში თუ დიდი ხანი იქნებით არა განვითარების ნაწილში მოძრაობაში, არამედ
თელ თქვენს ენერგიას წონასწორობის შენარჩუნებაში და ვაიდა ისევ ცუდი გამოცდილება და ნეგატიური გამოცდილება ვთქვათ არ განმეორდეს და აი ამ წონასწორობის შენარჩუნებაში თუ იქნებით, რა თქმა უნდა აქ პროცესები საბოლოო ჯამში არ დაიცურება და თქვენი არკანი ზომიერება გადაიქცევა ჭაობად, ბლოკად, რომელშიც ახალი ენერგია არც მიედინება, არც მოედინება, უბრალოდ არის მოდი ასე ვთქვათ დაჭაობებული ენერგია, ხო? კარგით, კიდევ ნოდით ვნახოთ რა ბლოკავს თქვენს წარმატებას. რა ბლოკავს თქვენს წარმატებას? აი ძალიან გეშინიათ რომ თქვენი ვთქვათ ნათქვამი სიტყვები ან თქვენი გადადგმული ნაბიჯები გამოიწვევს არეულობას, აი ესეთი რაღაცა შეიძლება რომ იყოს. გამოიწვევს კონფლიქტს, გამოიწვევს ქაოს. აქ მაჩვენებს რომ ძალიან გეშინიათ ქაოსი საბოლოო ჯამში და გეშინიათ რომ მე ხარ გადაწყვეტილება მივიღო რაღაცა აი ეს იცით როგორი რაღაცა არის ძველ სავარძელში ჯდომა რომელიც უკვე დახეულია აღარ მინდა მაგრამ კომფორტულია, ანუ უკვე ჩემი ზურგის და ჩემი ბოდიში და საჯდომის ფორმა აქვს მიღებული. ახალი სავარძელი კარგია, მაგრამ ძველი კომფორტულია. ხვდებით ხომ? ამ შემთხვევაში დიდი ხანი არ უნდა გაგიგრძელდეთ, უფრო მე ასე ვიტყოდი, სავარაუდოდ თქვენი ზომიერების არკანი. ზომიერება და სამსჯავრო. გეშინიათ დიდი ცვლილებების. და ფიქრობთ, რომ ეს ცვლილებები თქვენთვის იქნება ძალიან ქაოტური, ამიტომ გეშინიათ ხმამაღალი ვთქვათ, განცხადებების, მკვეთრი მოძრაობების, გადაწყვეტილებების მიღების, იმიტომ რომ უკვე წარსული გამოცდილებიდან მსჯელობთ შესაძლებელია, ან რაღაცნაირად გეშინიათ, რომ ამას ვერ გაიგებენ ადამიანები და მოხდება ძალიან დიდი ქაოსი. ან პირველ რიგში ეს ქაოსი თქვენში მოხდება, იმიტომ რომ ძლივს შემინარჩუნე წონასწორობა. ხვდებით ხო, ეს არის ჩემო ძვირფასო, ნახეთ ოთხიანების პენტაკლები. ვზივარ ჩემს კომფორტის ზონაში. ვიმეორებ, კომფორტის ზონა ცუდი ამბავი არ არის ნამდვილად, მაგრამ ჩვენ აქ გაშლა გვაქვს რა მიშლის ხელს, ხო? რომ ვიყო უფრო მეტად წარმატებული. რა არის ჩემი ბლოკი, ხო? ბლოკი არის თუ ოთხიანების პენტაკლები ამოდის როგორც ჩრდილოვანი მხარე, ნიშნავს რომ ეს არის კონტროლი, ძალაუფლება, ძალაუფლების გაშვება, ბალანსის დაკარგვის შიში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იფიქრეთ მეორე ვარიანტი, იმიტომ რომ ეს ამას მე ერთგვარი სტაგნაციის ფორმა ეძლევა ხოლმე და მაინც და მაინც კარგი არ არის, ხო? ხელს უშლის პროცესებს. პროგრესი. მესამე ვარიანტი, თქვენ რა გიშლით, თქვენი ბლოკი რა არის თქვენი წარმატებისკენ? ორიანების თასები. რადგან ბლოკი ამოვიდა, მაშინ შემიძლია ვივარაუდო, რა თქმა უნდა, რომ თქვენს გვერდით მყოფი ადამიანი, ან უშუალოდ პარტნიორული ურთიერთობების ირგვლივ თემები არის თქვენი წარმატების ყველაზე დიდი ბლოკი. კარგი, ამიხსენი რატომ? ყველაზე დიდი ბლოკი. რა არის ახლა ის წარმატებაში ხელს გიშლით? ენერგიის განაწილება არიცით. თქვენი ბლოკი რა არის იცით? ვერ ანაწილებთ ენერგიას პარტნიორულ ურთიერთობასა და პირად სივრცეს შორის, ხო? სადაც უკვე მოიაზრება თქვენი კომფორტის ზონა, თქვენი პარტნიორული, უბრალოდ თქვენი კომფორტის ზონა, თქვენი პირადი ფინანსები, თქვენი შემოქმედება. ნახეთ როგორი რაღაც არის თქვენი ბლოკი ამ შემთხვევაში არის ენერგიების არასწორად განაწილება. ამიტომ შეიძლება რომელიღაცა სფერო გეჩაგრებოდეთ. ან ერთი, ან მეორე. მე უფრო ვფიქრობ, რომ პარტნიორული ურთიერთობებში არის ახლა ყველაზე დიდი ბლოკი, რაც საბოლოო ჯამში მოდის იქამდე, რომ მე ვერ ვახერხებ ამაში ბალანსის პოვნას, ან ერთი იჩაგრება, ან მეორე რაც საბოლოო ჯამში უფრო დიდი წარმატებისკენ მიმავალ გზას მიჩრდილავს, იმიტომ რომ იქ მერთმევა ენერგია. ნახეთ, ისი თქმა მინდა
აი შესაძლებელია უშუალოდ ეს იყოს პირდაპირ ბლოკს აჩვენებდეს იმას, რომ პარტნიორი ძალიან ბლოკავს თქვენი წარმატების გზას, იმიტომ რომ უხეშად შესაძლებელია არღვევდეს თქვენს, მოდი ასე ვთქვათ, საზღვრებს და რაღაცნაირად არ გაძლევდეთ იმის საშუალებას, რომ განვითარდეთ, მიხვდით ხომ, იმიტომ რომ კრიზისი არის ამ ნაწილში, კრიზისი არის პარტნიორულ ურთიერთობებში. ან მეორე ვარიანტი, რაც ზემოთ ვახსენე, აქ არის ენერგიების არასწორად განაწილების ძალიან დიდი პრობლემა. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ეხება პარტნიორულ ურთიერთობებს. და აქ არსებულ ბლოკს შემოძვირფასებო, ამიტომ სანამ ეს ბლოკი რაღაცნაირად არ მოგვარდება და არ დაბალანსდება, რა თქმა უნდა, თან ქალებმა განსაკუთრებით ვიცით ხოლმე, მე ჩავითრევთ ხოლმე სხვადასხვა სფეროებსაც, ხო, აი ამას მიაქციეთ ყურადღება. მე კი დაგემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით, ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეს დიდი სიყვარულით.